Თქვენს წინაშეა მტკიცებულობა იმისა, თუ რამდენად საშიშია ამაზონი. რა არის ეს? ხერხემლის ძვალი. დიახ. ერთი მათგანი ეკუთვნის ანაკონდას. ანაკონდა უზარმაზარი გველია, რომელიც ძალიან საშიშია. მაგრამ აბა ახლა აი ამ მეორე ძვალს დააკვირდით. ეს ტიტანობოას ძვალია. რამხელა სხვაობაა ზომაში ტიტანობოასა და ანაკონდას ძვლებს შორის. ტიტანობოა ყველაზე დიდი გველია, რასაც კი დედამიწაზე ოდესმე უარსებია. ჩვეულებრივ მისი სიგრძე აღემატებოდა 15 მეტრს და ტონაზე მეტს იწონდა. წარმოიდგინეთ ახლა ამ გიგანტი არსების ზომები. ამ გიგანტ არსებებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანი. ირჩევდნენ საკვებს და ჭამდნენ, რასაც მოისურვებდნენ. უზარმაზარი კუ, რატომაც არა, მაგრამ მას ხომ ჯავშანი აქვს. მერე რა? ერთი კვლევის თანახმად ტიტანობოას მახრჩობელად ძალა უზარმაზარი იყო. აი ბრუკლინის ხიდის ქვეშ რომ ადამიანი მოჰყვეს და ახლობით ისეთივე ძალით უჭერდა მსხვერპლს ტიტანობოა. უზარმაზარი ნიანგები, რატომაც არა. ისინი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ მისთვის, ნიანგებსაც უბრალოდ უპრობლემოდ ჭამდა. მაგრამ ძირითადად მისი კვების რაციონი მაინც თევზი იყო. ტიტანობოას ძალიან უყვარდა თევზები და ბევრსაც ჭამდა. არც დანაკლის განიცდიდა, რადგან ამაზონის მდინარე მაშინაც და დღესაც სავსეა სხვადასხვა თევზით. ამაზონის წყლებში ბინადრობს 2000-მდე სახეობის თევზი. ეს შეიძლება ითქვას, რომ დედამიწის მტკნარწყლიანი ფაუნის მესამედია. მოდი მაინც დასაწყისში დასმულ კითხვას გავცეთ პასუხი. რატომ ქმნის ამაზონის აუზი ასეთ საშინელ მონსტრებს? ისეთს, როგორიც ტიტანობოა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს ჰავა. გველი იდეალურად გრძნობდა თავს ამაზონის ჯუნგლებში. ტიტანობოას ზომა განპირობებული იყო იმ კლიმატით, რომელშიც ცხოვრობდა. ჩვეულებრივზე თბილი ტემპერატურა ორგანიზმის გაზრდის უნარს ავითარებს და ეს იმას ნიშნავს, რომ მსხვერპლიც შესაბამისად იმაზე დიდი ზომის იყო, ვიდრე ცივ კლიმატში ცხოვრებისას. მისი ხანგრძლივი სიცოცხლე ტბებში მუდმივი წვიმებით და მდიდარი მცენარეული საფარით და ცხოველური რესურსით იყო გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ ტიტანობოა გადაშენდა, ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ამაზონის მდინარე და ზოგადად ამაზონის ჯუნგლები უსაფრთხოა. აქ მსოფლიოში ყველაზე სახიფათო მონსტრები ბუდობენ, ასე რომ ვისაუბროთ კიდევ რამდენიმე მათგანზე. დიდარი და უნიკალურია ამაზონის მცენარეული და ცხოველთა სამყარო. ყველა ფიქრობს, რომ ამაზონის აუზის ტერიტორია ყველაზე სახიფათოა, რადგან აქ არსებული ბინადარნი მუდამ თავს ესხმიან ადამიანს. რეალურად ეს სტატისტიკა ცოცხალი არსებების მრავალფეროვნებითაა გამოწვეული. რადგანაც მსოფლიოში ყველაზე მრავალფეროვანი აქ ბუნება, შესაბამისად უფრო მეტი ისეთი არსება მოიძებნება, რომელიც აგრესიულია და თავს ესხმის ადამიანს. შხამიანი არსებების გამრავლება როგორც წესი დაკავშირებულია სითბოსთან. სადაც უფრო თბილი კლიმატია, იქ უფრო მეტად მრავლდება შხამიანი არსება. ამაზონი კი ზუსტად ასეთი ადგილია. ელექტრული გველთევზა. თუ კი არსებობს ჩვენს პლანეტაზე ყველაზე საშიში ადგილი, მაშინ თავმად შეგვიძლია უკვე დავასახელოთ, რომ ეს მდინარე ამაზონია. თუ კი იქ შევიარაღებელი და მოუმზადებელი მოხვდები, დიდი ალბათობით უკან ვერასდროს დაბრუნდები. იქ ხომ უამრავი არსებაა, რას დღემდე ბოლომდე არ არის შესწავლილი. ზოგიერთი წყლის ბინადარი ისეთია, რომ ოდნავი შეხებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლეს გამოასალმოს. აი ზუსტად ასეთი არსებაა ელექტრული გველთევზა. სახელის მიუხედავად, ელექტრული გველთევზა სინამდვილეში კობრისნაირთა რიგს მიეკუთვნება და ნამდვილ გველთევზებზე მეტად ლოქოებს ენათესავება. ეს უცნაური არსება ბინადრობს სამხრეთ ამერიკაში, ამაზონისა და ორინოკოს აუზებში, სადაც მსხვერპლის დაჭერისთვის და თავდაცვისთვის ძალიან ძლიერ ელექტრულ მუხტებს იყენებს. პროფესიონალ მეთევზეების ხელში აღმოჩნდა ელექტრული გველთევზა. აღნიშნული გველთევზა 2 მეტრზე მეტია სიგრძით, ხოლო წონა დაახლოებით 20 კილოგრამი აქვს. წონა მცირეა, რადგან ამ თევზის გარშემოწერილობაც მცირეა. ელექტრული გველთევზები ძირითადად ნადირობენ უხერხემლო ცხოველებზე. მოზრდილობაში კი თევზებსა და პატარა ძუძუმწოვრებსაც კი ეტანებიან. ადამიანებს მხოლოდ მაშინ ესხმიან თავს, თუ კი საფრთხეს იგრძნობენ. ცხოვრობენ ძალიან ბნელ, ნაკლებად აქტიურ წყლებში. ელექტრული გველთევზის თვისებების გამო მეცნიერები მას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუმცა განსვიფრებულნი იყვნენ ამ სახეობით. ამაზონში ბინადრობს ყველაზე დიდი მტკნარი წყლის თევზი, არაპაიმა, რომელიც დაახლოებით 4,5 მეტრის სიგრძით იზრდება. როგორც აღვნიშნეთ, აქ უამრავი სახეობის თევზია, თუმცა არც ერთი მათგანი არ გამოიყურება ისე შთამბეჭდავად, როგორც არაპაიმა. ეს მტკნარი წყლის თევზია, რომელიც ქაშაყისნაირთა რიგს მიეკუთვნება. დაახლოებით 5 მეტრამდე იზრდება სიგრძით და ასეთი სიგრძის მიუხედავად წონით მხოლოდ 200 კილოგრამამდე აღწევს.
ყრის მსხვილ კვერცხებს იკავება თევზითა და უხერხემლო ცხოველებით. ძირითადად გვხვდება ამაზონის აუზში. ბიოლოგები ამ თევზს როგორც ცოცხალ ნამარხს ისე მოიხსენიებენ. ნამდვილად არაბაიმას შეუძლია ისუნთქოს წყლის ზემოთ, როგორც ხმელეთის ცხოველს. ამ საოცარი უნარის გამო ის ზოგჯერ ნადირობს პატარა ფრინველებზეც კი. ჩვენს დროში გიგანტური არაბაიმა მცირე რაოდენობით შემორჩა, ამიტომაც მათი დაჭერა ძალიან რთულია. ბიოლოგებმა შეძლეს, რომ დაეჭირათ საშუალო ზომის არაბაიმა, რომელიც ისევ ამაზონის მდინარეში დააბრუნეს. ზემოხსენებულმა პროფესიონალმა მეთევზეებმა დაიჭირეს ის, რომელსაც გადაუღეს ვიდეოები და ფოტოები და უკან დააბრუნეს მდინარეში. რეალურად უფრო მეტხანს ვერ გაიჩერებდნენ ამ თევზს ხელში, რადგან ის ძალიან ძლიერია და მისი წყლიდან ამოყვანა უბრალოდ ურთულესია. როდესაც ამაზონის მტაცებელ ბინადრებზე ვსაუბრობთ, როგორ არ ვისაუბროთ ანაკონდაზე, მსოფლიოში ყველაზე დიდ გველზე, რომელიც დღეს არსებობს. ის ბინადრობს მთელ ტროპიკულ სამხრეთ ამერიკაში, აღმოსავლეთით კორდილიერებიდან კუნძულ ტრინიდადამდე. გვიანის, ბრაზილიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ პერუს წყალსატევების სანაპიროებზე. სხეულის საშუალო ზომა ზრდასრული ანაკონდისა 6 მეტრს აღწევს, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში 10 მეტრიანი ეგზემპლარებიც აღმოუჩენიათ. ყველაზე გრძელი ანაკონდა, რომელიც აღმოსავლეთ კოლუმბიაში დაიჭირეს და გაზომეს, სიგრძეში 11 მეტრი და 53 სანტიმეტრი იყო. ანაკონდას საყვარელი ადგილებია მდორე მდინარეები და ტბები, ჭაობიანი ამაზონისა და ორინოკოს აუზები. ასეთ უკაცრიელ ადგილებში ანაკონდა მარტივად უსაფრდება მსხვერპლს. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის ძუძუმწოვარი, რომლებიც მდინარეზე წყლის დასალევად ჩამოდიან. წყლის ზედაპირზე მცურავ ფრინველებს, ხანდახან კუებს და ახალგაზრდა კაიმანებსაც კი ეტანება ანაკონდა. კიდევ რომელი არსება წარმოგიდგება თვალწინ, როდესაც ამაზონის მდინარეს ვახსენებთ? რა თქმა უნდა, პირანია. ვისაუბროთ კიდევ ერთ ძალიან საშიშ არსებაზე. მტაცებელი თევზების ოჯახი კობრისებრთა რიგს მიეკუთვნება. ისინი სამხრეთ ამერიკის მტკნარ წყლებში ბინადრობენ. პირანიასებრთა დიდი ქარავნები თავს ესხმიან ნადავლს, მსხვერპლს სხეულიდან აგლეჯენ ხორცს და ნაკუწებად ერთ წუთში აქცევენ დიდ ცხოველს. ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიშია მსხვილ პირანიასებრთა 4 სახეობა, რომელთაგანაც ყველაზე მეტად ცნობილია 30 სანტიმეტრამდე სიგრძის ჩვეულებრივი პირანია. პირანია მარტო საკმაოდ მშიშარაა და უბრალოდ მაღალ ხმასაც კი შეუძლია დააშინოს ეს თევზი. მისი კბილები ღეჭვის დროს იმდენად სრულად იკეტება, რომ მცირე ადგილიც კი არ რჩება თავისუფალი. უმეტესად ისინი ქარავნებად გადაადგილდებიან და არის მომენტი, როდესაც ერთ-ერთი მათგანი გამოეყოფა ჯგუფს და მსხვერპლისთვის სატყუარის როლს ირგებს. მაგრამ თუ რომელიმე ცხოველი ან ფრინველი წყალში ჩავარდება, მათი საშველი პრაქტიკულად არ იქნება, რადგან პირანიები, როგორც ყველაზე სწრაფი მტაცებელი თევზები, ადგილზე რამდენიმე წამში ჩნდებიან და ნაკუწებად აქცევენ მას. ეს ბიჭები თავიდან ელოდებოდნენ, თუ როდის გამოვიდოდა გარეთ გველი, მაგრამ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ გველი გარეთ მაინც არ გამოსულა. ამიტომაც მათ მიწის ამოთხრა დაიწყეს, რომ ძალით გამოეყვანათ გველი გარეთ. მათ გველს თავზე ჩვეულებრივი კეპი დააფარეს, მოათავსეს ტომარაში და წაიყვანეს სახლში. საინტერესოა მხოლოდ ერთი რამ, რატომ არის ეს გველი ასეთი მშვიდი? არანაირი აგრესია. იქნება ეს ყველაფერი დადგმული სცენაა და სხვა არაფერი. თქვენ რას ფიქრობთ? ეს უკვე კომენტარებში დაწერეთ. ეს ყოველივე გასაგებია, მაგრამ ამ გველს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ უწყინარს. ეს ხომ სამეფო კობრაა და დამსახურებულად მიიღო ეს სახელიც. სამეფო კობრა ერთადერთი გველია, რომლის სახელში სიტყვა სამეფო პირდაპირ იგულისხმება. მისი სახელი ლათინურად ნიშნავს გველის მჭამელს. სამეფო კობრა სხვა გველებით იკვებება და მათზე ნადირობა მისი მთავარი საკვების წყაროა. საინტერესოა, რომ სამეფო კობრა ყველაზე გრძელი შხამიანი გველია მსოფლიოში და მისი სიგრძე 5.5 მეტრს აღწევს. ასევე მისი სიგრძე საშიშ და შთამბეჭ თავს ხდის. ის მხოლოდ მაშინ ესხმის ადამიანს, როცა თავს საფრთხეში გრძნობს ან თავის კვერცხებს იცავს. თუმცა მისი შხამი იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია 20-ზე მეტი ადამიანის მოკლა მხოლოდ ერთი ნაკვენით. შხამი ნეიროტოქსინია, რომელიც მტრის ნერვულ სისტემას აზიანებს. შხამი მყისიერად იწვევს კუნთების პარალიზებას და სუნთქვის შეჩერებას. სამეფო კობრა ხშირად ბინადრობს ადამიანის დასახლებასთან ახლოს, თუმცა ურჩევნია ტყიან და ღია სივრცეებში გადაადგილდეს. ისინი ადამიანს მხოლოდ მაშინ ესხმიან თავს, თუ კი როდისმე საფრთხეს იგრძნობენ მისგან. ნიანგი დომინატორი. ნიანგი უკვე მრავალი წელია რაც არსებობს. ის დინოზავრების ეპოქიდან შემორჩენილი ერთადერთი ცოცხალი ლეგენდაა. მისი ფიზიკური სტრუქტურა თითქმის უცვლელია, რაც მას სრულყოფილ მტაცებლად აქცევს. ყბები მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია ცხოველთა სამყაროში. მისი ნაკბენის წნევა 16,000 ნიუტონს აღწევს. ეს საკმარისია თუნდაც მსხვილი ძვლის გასატეხად. ეს 6 მეტრიანი გიგანტი კამერაზე დააფიქსირეს იმ დროს, როცა ტურისტების ნავთან მივიდა და წყლიდან ამოსვლას ცდილობდა. ეს ნამდვილად საშიში ნახაობა იქნებოდა. ნიანგის კანზე არსებული სენსორული ბორცვები მას ყველაზე მცირე მოძრაობის შეგრძნებაში ეხმარება.
ეს უნარი მას წყალში თითქმის უხილავს და დაუმარცხებელ მონადირეს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ ნიანგი ბევრ კულტურაში მითებთან და ლეგენდებთან არის დაკავშირებული, რეალობა კიდევ უფრო შთამბეჭდავია. ის არა მარტო გადარჩენის ნიმუშია, არამედ ნამდვილი დომინატორი, წყალში თუ ხმელეთზე. ნიანგის ყბები შექმნილია მძლავრი ნაკბენისთვის, მაგრამ არა დაფქვისთვის. მისი კბილები კონუსის ფორმისაა და იდეალურად ერგება მსხვერპლის დაჭერას და ადგილზე შეკავებას. კბილების რაოდენობა საშუალოდ 60-დან 80-მდე მერყეობს, რაც მას დამატებით უპირატესობას აძლევს. ნიანგი ნაკბენის დროს იყენებს ტაქტიკას, რომელსაც ხშირად სიკვდილის ტრიალს უწოდებენ. ნიანგი მსხვერპლს იჭერს და იწყებს მთელი სხეულის სწრაფ ბრუნვას, რათა მოტეხოს ძვლები და დაშალოს სხეული. კომოდოს დრაკონი. მიწის უდიდესი ხვლიკი, რომელიც ნამდვილი ურჩხულივით გამოიყურება. ეს არის კომოდოს დრაკონი, დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ქმნილება. კომოდოს დრაკონი მსოფლიოში უდიდესი ხვლიკია. მისი სიგრძე 3 მეტრს აღწევს, ხოლო წონა 70 კილოგრამს აჭარბებს. ეს წარმოუდგენელი ზომები მას ნადირობის ნამდვილ მეფედ აქცევს. ბევრს გონია, რომ კომოდოს დრაკონები ბაქტერიებით სავსე ნერწყვით კლავენ მსხვერპლს, მაგრამ სინამდვილეში ეს მითია და თანამედროვე მეცნიერება მის გააქარწყლა. კომოდოს დრაკონს შხამიანი ჯირკვლები აქვს, რომლებიც წარმოქმნიან ნეიროტოქსინს. მისი ნაკბენი იწვევს სისხლის წნევის დაქვეითებას, კუნთების პარალიზებას და უხვ სისხლდენას. შედეგად მსხვერპლი სუსტდება და კომოდოს დრაკონი ადვილად იპყრობს მას. კომოდოს დრაკონის ნადირობის სტილი უჩვეულოდ ეფექტურია. ის მოთმინებით ელოდება მსხვერპლს, შემდეგ კი מחვილივით ესხმის თავს. მისი სისწრაფე შეიძლება 20 კმ/სთ სიჩქარეს აღწევდეს. კომოდოს დრაკონი მრავალი წელია ინდონეზიის კუნძულებზე ბატონობს. ეს უნიკალური ხვლიკი გადარჩენის გასაოცარი უნარებით ადაპტაციის ნამდვილ ოსტატად იქცა. სამწუხაროდ კომოდოს დრაკონის პოპულაცია დღეს კრიტიკულად შემცირებულია. ინდონეზიის კუნძულებზე მათი რაოდენობა მხოლოდ 4000-მდე შემორჩა. მიზეზი ადამიანური საქმიანობა და კლიმატის ცვლილებაა. რადგანაც საუბარი გვაქვს საშიშ არსებებზე, შეუძლებელია არ ვისაუბროთ ამაზონის ბინადარზეც. ყველაზე დიდი გველი. 1879 წელს ჯონ რეიმ მწვანე ანაკონდა საზოგადოებას ასე წარუდგინა. ველურ ბუნებაში კვლევას ვატარებდი და მოულოდნელად წივილის ხმა გავიგონე. მივირბინე ადგილამდე და იქ ისეთი რამ ვნახე, რასაც არასდროს დავიჯერებდი, საკუთარი თვალით რომ არ მენახა. ეს იყო გიგანტური ზომის გველი. ამ ქვეწარმავალს ხარი ჰყავდა დაჭერილი და ნელ-ნელა კლავდა. ხარი ცულობის ხმა შორიდანაც მესმოდა. გაოცებული ვიყავი გიგანტური მწვანე ანაკონდას მნახველი. ვაღიარებ, რომ ძალიან შემეშინდა და იქიდან გამოვიქეცი. დიახ, ეს გიგანტი გველი ანაკონდა იყო. ის დღეს არსებულ გველებში ყველაზე დიდია. ამ შემთხვევის შემდეგ ათობით ანაკონდაზე კვლევა ჩატარდა, მაგრამ ერთ-ერთი განსაკუთრებული თვისებით გამოირჩეოდა. ეს იყო ლეგენდარული მწვანე ანაკონდა, რომლის სიგრძეც შესაძლებელია 15 მეტრამდე ყოფილიყო. 1992 წელს დაიჭირეს 8 მეტრი და 80 სანტიმეტრის მწვანე ანაკონდა, რომელიც 227 კილოგრამს იწონდა. ექსპერტების აზრით, ეს გიგანტური ანაკონდა 12 წელიწადში 20 მეტრამდე იზრდება და შესაძლოა ადამიანზე თავდასხმაც განახორციელოს. თუმცა აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, რაც გიგანტურ გველს ეხება. მეორე მსოფლიო ომის დროს ბელგიელმა სამხედრო ვერტმფრენის პილოტმა კონგოში ფრენისას უცნაური რამ შეამჩნია. ამ უცნაურობის დასადგენად პილოტი უკან დაბრუნდა და შენიშნა, რომ გიგანტური ზომის გველი იყო. მან გველს ფოტო გადაუღო და მასთან დაახლოებას ცადა, მაგრამ როგორც კი მიუახლოვდა, გველი მაშინვე გაუჩინარდა. სამწუხაროდ ეს ამბავი გასაიდუმლოებული იყო და დღემდე არავინ იცის რა მოხდა რეალურად. რა იყო ეს სინამდვილეში? იქნებ ტიტანობოა. იქნებ არ გადაშენდა და დედამიწის სიღრმეში სადღაც ჯუნგლებში მაინც არსებობს ის. საშუალოდ რომელიმე დიდ ქვეყანაში შეიძლება მაქსიმუმ 20 ან 30 ძალიან სახიფათო სახეობის ცხოველი აღმოაჩინო. მაგრამ აი ეს მდინარე ამაზონის აუზია. ეს ადგილი ჩვეულებრივი ციხეა. თავშეყრის ადგილია მსოფლიოში ყველაზე სახიფათო და საშიში მონსტრებისა, რომლის მსგავსად სხვაგან ვერსად შეხვდები. ამაზონის მდინარის აუზი უკვე ათასობით წელია მონსტრებს და ნამდვილ მკვლელებს ქმნის. ჩნდება კითხვა, რატომ? დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ მდინარე ამაზონის ყველაზე საშიშ არსებებზე და განვიხილავთ თუ რატომ გროვდება მაინც და მაინც აქ ასეთი სახიფათო არსებები. მოკლედ, თავიდან ბოლომდე უყურე ვიდეოს. დავიწყოთ. თქვენს წინაშია მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად საშიშია ამაზონი. რა არის ეს? ხერხემლის ძვალი. დიახ. ერთი მათგანი ეკუთვნის ანაკონდას. ანაკონდა უზარმაზარი გველია, რომელიც ძალიან საშიშია. მაგრამ აბა ახლა აი ამ მეორე ძვალს დააკვირდით. ეს ტიტანობოას ძვალია. რამხელა სხვაობაა ზომაში ტიტანობოასა და ანაკონდას ცულებს შორის. ტიტანობოა ყველაზე დიდი გველია, რასაც კი დედამიწაზე ოდესმე უარსებია. ჩვეულებრივ მისი სიგრძე აღემატებოდა 15 მეტრს და ტონაზე მეტს იწონდა. წარმოიდგინეთ ახლა ამ გიგანტი არსების ზომები. ამ გიგანტ არსებებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანი.
ირჩევდნენ საკვებს და ჭამდნენ, რასაც მოისურვებდნენ. უზარმაზარი კუ, რატომაც არა, მაგრამ მას ხომ ჯავშანი აქვს. მერე რა? ერთი კვლევის თანახმად ტიტანობოას მახრჩობელა ძალა უზარმაზარი იყო. აი ბრუკლინის ხიდის ქვეშ რომ ადამიანი მოჰყვეს დაახლოებით ისეთივე ძალით უჭერდა მსხვერპლს ტიტანობოა. უზარმაზარი ნიანგები, რატომაც არა. ისინი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ მისთვის, ნიანგებსაც უბრალოდ უპრობლემოდ ჭამდა. მაგრამ ძირითადად მისი კვების რაციონი მაინც თევზი იყო. ტიტანობოას ძალიან უყვარდა თევზები და ბევრსაც ჭამდა. არც დანაკლის განიცდიდა, რადგან ამაზონის მდინარე მაშინაც და დღესაც სავსეა სხვადასხვა თევზით. ამაზონის წყლებში ბინადრობს 2000-მდე სახეობის თევზი. ეს შეიძლება ითქვას, რომ დედამიწის მტკნარწყლიანი ფაუნის მესამედია. მოდი მაინც დასაწყისში დასმულ კითხვას გავცეთ პასუხი. რატომ ქმნის ამაზონის აუზი ასეთ საშინელ მონსტრებს? ისეთს, როგორიც ტიტანობოა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს ჰავა. გველი იდეალურად გრძნობდა თავს ამაზონის ჯუნგლებში. ტიტანობოას ზომა განპირობებული იყო იმ კლიმატით, რომელშიც ცხოვრობდა. ჩვეულებრივზე თბილი ტემპერატურა ორგანიზმის გაზრდის უნარს ავითარებს და ეს იმას ნიშნავს, რომ მსხვერპლიც შესაბამისად იმაზე დიდი ზომის იყო, ვიდრე ცივ კლიმატში ცხოვრებისას. მისი ხანგრძლივი სიცოცხლე ტბებში მუდმივი წვიმებით და მდიდარი მცენარეული საფარით და ცხოველური რესურსით იყო გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ ტიტანობოა გადაშენდა, ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ამაზონის მდინარე და ზოგადად ამაზონის ჯუნგლები უსაფრთხოა. აქ მსოფლიოში ყველაზე სახიფათო მონსტრები ბუდობენ, ასე რომ ვისაუბროთ კიდევ რამდენიმე მათგანზე. დიდარი და უნიკალურია ამაზონის მცენარეული და ცხოველთა სამყარო. ყველა ფიქრობს, რომ ამაზონის აუზის ტერიტორია ყველაზე სახიფათოა, რადგან აქ არსებული ბინადარნი მუდამ თავს ესხმიან ადამიანს. რეალურად ეს სტატისტიკა ცოცხალი არსებების მრავალფეროვნებითაა გამოწვეული. რადგანაც მსოფლიოში ყველაზე მრავალფეროვანი აქ ბუნება, შესაბამისად უფრო მეტი ისეთი არსება მოიძებნება, რომელიც აგრესიულია და თავს ესხმის ადამიანს. შხამიანი არსებების გამრავლება როგორც წესი დაკავშირებულია სითბოსთან. სადაც უფრო თბილი კლიმატია, იქ უფრო მეტად მრავლდება შხამიანი არსება. ამაზონი კი ზუსტად ასეთი ადგილია. ელექტრული გველთევზა. თუ კი არსებობს ჩვენს პლანეტაზე ყველაზე საშიში ადგილი, მაშინ თავმად შეგვიძლია უკვე დავასახელოთ, რომ ეს მდინარე ამაზონია. თუ კი იქ შევიარაღებელი და მოუმზადებელი მოხვდები, დიდი ალბათობით უკან ვერასდროს დაბრუნდები. იქ ხომ უამრავი არსებაა, რას დღემდე ბოლომდე არ არის შესწავლილი. ზოგიერთი წყლის ბინადარი ისეთია, რომ ოდნავი შეხებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმოს. აი ზუსტად ასეთი არსებაა ელექტრული გველთევზა. სახელის მიუხედავად, ელექტრული გველთევზა სინამდვილეში კობრისნაირთა რიგს მიეკუთვნება და ნამდვილ გველთევზებზე მეტად ლოქოებს ენათესავება. ეს უცნაური არსება ბინადრობს სამხრეთ ამერიკაში, ამაზონისა და ორინოკოს აუზებში, სადაც მსხვერპლის დაჭერისთვის და თავდაცვისთვის ძალიან ძლიერ ელექტრულ მუხტებს იყენებს. პროფესიონალ მეთევზეების ხელში აღმოჩნდა ელექტრული გველთევზა. აღნიშნული გველთევზა 2 მეტრზე მეტია სიგრძით, ხოლო წონა დაახლოებით 20 კილოგრამი აქვს. წონა მცირეა, რადგან ამ თევზის გარშემოწერილობაც მცირეა. ელექტრული გველთევზები ძირითადად ნადირობენ უხერხემლო ცხოველებზე. მოზრდილობაში კი თევზებსა და პატარა ძუძუმწოვრებსაც კი ეტანებიან. ადამიანებს მხოლოდ მაშინ ესხმიან თავს, თუ კი საფრთხეს იგრძნობენ. ცხოვრობენ ძალიან ბნელ, ნაკლებად აქტიურ წყლებში. ელექტრული გველთევზის თვისებების გამო მეცნიერები მას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუმცა განსვიფრებულნი იყვნენ ამ სახეობით. ამაზონში ბინადრობს ყველაზე დიდი მტკნარი წყლის თევზი, არაპაიმა, რომელიც დაახლოებით 4,5 მეტრის სიგრძით იზრდება. როგორც აღვნიშნეთ, აქ უამრავი სახეობის თევზია, თუმცა არც ერთი მათგანი არ გამოიყურება ისე შთამბეჭდავად, როგორც არაპაიმა. ეს მტკნარი წყლის თევზია, რომელიც ქაშაყისნაირთა რიგს მიეკუთვნება. დაახლოებით 5 მეტრამდე იზრდება სიგრძით და ასეთი სიგრძის მიუხედავად წონით მხოლოდ 200 კილოგრამამდე აღწევს. ყრის მსხვილ კვერცხებს იკავება თევზითა და უხერხემლო ცხოველებით. ძირითადად გვხვდება ამაზონის აუზში. ბიოლოგები ამ თევზს როგორც ცოცხალ ნამარხს ისე მოიხსენიებენ. ნამდვილად არაპაიმა შეუძლია ისუნთქოს წყლის ზემოთ, როგორც ხმელეთის ცხოველს. ამ საოცარი უნარის გამო ის ზოგჯერ ნადირობს პატარა ფრინველებზეც კი. ჩვენს დროში გიგანტური არაპაიმა მცირე რაოდენობით შემორჩა, ამიტომაც მათი დაჭერა ძალიან რთულია. ბიოლოგებმა შეძლეს, რომ დაეჭირათ საშუალო ზომის არაპაიმა, რომელიც ისევ ამაზონის მდინარეში დააბრუნეს. ზემოხსენებულმა პროფესიონალმა მეთევზეებმა დაიჭირეს ის, რომელსაც გადაუღეს ვიდეოები და ფოტოები და უკან დააბრუნეს მდინარეში. რეალურად უფრო მეტხანს ვერ გაიჩერებდნენ ამ თევზს ხელში, რადგან ის ძალიან ძლიერია და მისი წყლიდან ამოყვანა უბრალოდ ურთულესია.
კიდევ რომელი არსება წარმოგიდგება თვალწინ, როდესაც ამაზონის მდინარეს ვახსენებთ? რა თქმა უნდა, პირანია. ვისაუბროთ კიდევ ერთ ძალიან საშიშ არსებაზე. მტაცებელი თევზების ოჯახი კობრისებრთა რიგს მიეკუთვნება. ისინი სამხრეთ ამერიკის მტკნარ წყლებში ბინადრობენ. პირანიასებრთა დიდი ქარავნები თავს ესხმიან ნადავლს, მსხვერპლს სხეულიდან აგლეჯენ ხორცს და ნაკუწებად ერთ წუთში აქცევენ დიდ ცხოველს. ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიშია მსხვილ პირანიასებრთა 4 სახეობა, რომელთაგანაც ყველაზე მეტად ცნობილია 30 სანტიმეტრამდე სიგრძის ჩვეულებრივი პირანია. პირანია მარტო საკმაოდ მშიშარაა და უბრალოდ მაღალ ხმასაც კი შეუძლია დააშინოს ეს თევზი. მისი კბილები ღეჭვის დროს იმდენად სრულად იკეტება, რომ მცირე ადგილიც კი არ რჩება თავისუფალი. უმეტესად ისინი ქარავნებად გადაადგილდებიან და არის მომენტი, როდესაც ერთ-ერთი მათგანი გამოეყოფა ჯგუფს და მსხვერპლისთვის სატყუარის როლს ირგებს. როდესაც ერთ ცხოველს მეორე ჭამს, აქ გადარჩენის შანსები მცირდება, მაგრამ როგორც ჩანს, თუ კი დიდი ნიანგი რომელიმე ცხოველს გადაყლაპავს, აქ ყველაფერი მაინც არ არის დასრულებული. ვიდეოში, რომელმაც ინტერნეტში 50 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა, კარგად ჩანს თუ როგორ ამოუყვანეს 3 კუ ნიანგს მუცლიდან. საინტერესო კი ისაა, რომ თითოეული მათგანი ცოცხალი და ჯანმრთელი იყო. ერთ ავსტრალიელ ოჯახს სახლში უზარმაზარი პითონი ჰყავდა. ოჯახი დარწმუნებული იყო, რომ მათ შინაურ გველს კარგად შეეძლო ერთმანეთისგან გაერჩია, რა საკვებია ვარგისი და რა არა. გველს ხშირად აჭმევდნენ ხორცს, რომელსაც გრილზე ამზადებდნენ. გველს ხედავდა თუ როგორ ატრიალებდა შემწვარ ხორცს მისი პატრონი გრილზე. ერთხელაც ის მივიდა და სპეციალური ხორცის ამოსატრიალებელი ხელსაწყო გადაყლაპა. ალბათ ეს რკინაც გემრიელი ეგონა. საბოლოოდ გველს 4 საათიანი ოპერაცია გაუკეთდა და მისი მუცლიდან რკინის ხელსაწყო ამოიღეს. გველი გადარჩა და აგრძელებს ცხოვრებას მოსიყვარულე ოჯახში. შესაძლოა ცხოველმა ვერ გაარჩიოს რა უნდა ჭამოს და რა არა, მაგრამ ამაზე უარესი ისაა, როცა ადამიანი აკეთებს ისეთ რამეს, რაც საბოლოოდ აზიანებს ცხოველთა სამყაროს. ტაილანდში არის ტრადიცია, როცა ხალხი მონეტებს ყრის წყალში. საბოლოოდ კი ამ მონეტებს კუები ყლაპავენ და მათი სიცოცხლის წლები დაახლოებით 3-ჯერ მცირდება. არაერთ კუს ჩაუტარდა ოპერაცია და ამოუსუფთავეს კუჭი, თუმცა უმეტესობა მათგანი უბრალოდ დროზე ადრე კვდება. მისტერ რიჩარდ ჰერისმა ერთხელაც გადაწყვიტა სამხრეთ ამერიკას ესტუმროს და გიგანტური ანაკონდა საკუთარი თვალით დაინახოს. ჩნდება კითხვა, რაში სჭირდება მას ანაკონდასთან შეხვედრა? პასუხი მარტივია. ასეთი სულელური იდეის უკან როგორც ყოველთვის ფული დგას. ნიუ-იორკის ზოოლოგთა ასოციაციამ გამოაცხადა, რომ $50,000 გადაუხდიდა მას, ვინც ცოცხალ ანაკონდას მიუყვანდა მათ ზოოპარკში. მამაკაცი მოხიბლა მარტივი ფულის იდეამ და საქმე შეუდგა, თუმცა ანაკონდას დაჭერა მარტივი ნამდვილად არ იქნებოდა. მას შემდეგ, რაც ჩაფრინდა ბრაზილიაში, მან იქირავა ნავი და დაიწყო ანაკონდას ძებნა. უცხო ტერიტორიაზე მარტო იყო და თან გამოუცდელი. ალბათ ფული იმდენად სჭირდებოდა, რომ ამ ყოველივეზე არ უფიქრია. როდესაც მდინარეში ცურავდა, მას ნიჩაბი გადაუტყდა და ხელი გაიჭრა. შეშინებულმა წყალში ჩაყო ხელი, რომ სისხლი მოებანა, მაგრამ ამ დროს უფრო ძლიერი ტკივილი იგრძნო და როდესაც წყლიდან ხელი ამოიღო, მიხვდა, რომ ცერა თითის გარეშე დარჩა. რა იყო ეს? პირანია, რომელმაც მას თითი ასე მარტივად მოაგლეჯა. პანიკაში მყოფი მამაკაცი ნავიდან გადავარდა და მდინარეში აღმოჩნდა. ერთ-ერთი, რაც მას დაეხმარა თავის დაღწევაში მტაცებელი თევზებისგან ის იყო, რომ ნაპირთან ზუსტად 2 მეტრში იმყოფებოდა და შეშინებული სწრაფად ამოვიდა წყლიდან. ნაპირზე მჯდომი მამაკაცი ფიქრობდა, რომ გადაურჩა საშინელ ტრავმას და სიკვდილს. მიუხედავად იმისა, რომ თითის გარეშე დარჩა, ის მაინც მშვიდად იყო. ის დამშვიდდა და ფიქრობდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მაგრამ წარეცდებოდა. ეს ყველაფერი მისი უბედურების მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი იყო. როგორც აღმოჩნდა, მასთან ახლოს იმყოფებოდა გიგანტური ანაკონდა. ალბათ ამ დროს ის ყველაზე ნაკლებად ფიქრობდა ფულზე. როდესაც მიუახლოვდა ანაკონდა, მას მაშინვე გაახსენდა ის უამრავი რჩევა, რაც ინტერნეტში წაიკითხა თუ როგორ უნდა მოიქცა იმ დროს, როდესაც ანაკონდა თავს გესხმის და ყლაპავს. ერთ-ერთი რჩევა კი იყო ასეთი, რომ უნდა დაწვე გაუნձრეულად და როდესაც ის ფეხებიდან დაიწყებს შენს გადაყლაპვას, დანით გაუჭრა პირი. მაგრამ ეს სისულელე იყო, რადგან ანაკონდა მას თავის მხრიდან მიუდგა. რეალურად ეს მონსტრი ხომ ხშირ შემთხვევაში თავის მსხვერპლს ჯერძულებში ამსხრევს და შემდეგ მიირთმევს. ასე რომ ეს იდეა ძალიან ცუდი იყო. ფეხებიდანაც რომ დაეწყო მას ჭამა, აზრი მაინც არ ქონდა არაფერს. მან თავისი სანადირო დანა ნავიდან გადმოვარდნის დროს დაკარგა. როდესაც გველი ძალიან დიდია, ის მსხვერპლს ხშირად მთლიანად ყლაპავს ცულებში დამტვრევის გარეშე. აშკარად რიჩარდს გაუმართლა და მის შემთხვევაში გველი ძალიან დიდი იყო. როდესაც გველმა მისი გადაყლაპვა დაიწყო, მისთვის სუნთქვა ყოველ წამს ნელდებოდა. საბოლოოდ კი უჟანგბადობის გამო მან გონება დაკარგა.
გავიდა გარკვეული დრო და რიჩარდმა თვალები გაახილა. პირველი რაც შეამჩნია, იყო ის, რომ ფეხსაცმელი და წინდები აღარ ეცვა. შემდეგ როგორც კი გამოძრავდა, სხეული ადგინა, კანი სულ წყლებით და დამწრობით ჰქონდა დაფარული. გვერდით კი უზარმაზარი კატისებრის თათების კვალი იყო. ამ ყველაფრის შემდეგ კი მხოლოდ ერთი დასკვნა რჩება. როდესაც გველს მტაცებელი ხვდება, ის თავს ანებებს საჭმელს და ცდილობს გაქცევას. როცა ასეთი გველის მუცელში ჯერ კიდევ გადაუმუშავებელი საკვებია, უმჯობესია მან ამოანთხიოს და სწრაფად მიიმალოს. აშკარად დიდმა კატამ რიჩარდ სიცოცხლე შეუნარჩუნა. მის სხეულზე დამწრობები კი გველის საჭმლის მომნელებელი სისტემაში არსებული მჟავის გამო იყო. წარმოიდგინეთ მისი რეაქცია, როცა სახლში დაბრუნდებოდა და გაიგებდა, რომ ჯილდო, რომელიც მას წესით ანაკონდას დაჭერისთვის უნდა მიეღო, დიდი ხნის წინ გააუქმეს. ეს უცნაური ისტორია ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სოციალურ ქსელებში. რეალურია თუ არა უკვე ეს თქვენით განსაზღვრეთ. გინესის რეკორდების წიგნში სხვადასხვა მიღწევაა თავმოყრილი. 2013 წელს გინესის რეკორდების წიგნში აღმოჩნდა უჩვეულო ზომის გერმანული ძაღლი. ამ გიგანტის სიმაღლე 112 სანტიმეტრია და წონით 72 კილოგრამს იწონის. როგორც მისი მეპატრონეები ამბობენ, ასეთ ძაღლთან ახლოს ყოფნაც კი ერთი შეხედვით ძალიან საშიშია, მაგრამ სინამდვილეში ეს გიგანტი უწყინარია. ძაღლი არ გამოირჩევა აგრესიით. ერთადერთი საფრთხე შემთხვევითობაა. მაგალითად, თუ კი ის შემთხვევით ფეხს დაგაბიჯებს, მაშინვე უდიდეს ტკივილს იგრძნობს და დალურჯებას და დაბეჟილობაც არ დააყოვნებს. გერმანული დოგი 2013 წელს გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. მან სანტიმეტრით გაუსწრო წინა რეკორდსმენს გიგანტურ, ასევე გერმანულ დოგ ჯორჯს. მსოფლიოში ყველაზე დიდი ძაღლი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიჩიგანის შტატში ცხოვრობს. როდესაც გიგანტი ორ ფეხზე დგება, მისი სიმაღლე 2 მეტრსა და 20 სანტიმეტრს აღწევს. ეს თითქმის სახლის ჭერის სიმაღლეა. შორიდან გამლელების უმეტესობას ძაღლი ცხენი გონია და ახლოს მისულები ყოველთვის გაოცებულები აკვირდებიან მას. ტერაფოზა ბლონდა. ის გინესის რეკორდების წიგნში შევიდა როგორც ყველაზე დიდი ობობა მთელს მსოფლიოში. ხშირად ამ ობობას ფრინველის მჭამელ გოლიათს უწოდებენ. ეს უშუალობელი ობობა ტერაფოზა ბლონდა. იგი გაიანას, სურინამის, ვენესუელას და ბრაზილიის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს. წონით დაახლოებით 170 გრამს იწონის, რაც შეესაბამება პატარა ლეკვის წონას. თათების სიგრძე 30 სანტიმეტრს აღწევს. თათები ბოლოვდება ბრჭყალებით, რაც მოძრაობისას ტკაცუნახმას გამოსცემს. როდესაც მას რაიმე უახლოვდება, თავდაცვის პოზაში დგება და სხეულიდან პატარა ბეწვის ღრუბელს ტყორცნის, რაც თუ ადამიანს თვალში მოხვდება, რამდენიმე დღე ცრემლდენას და დისკომფორტს შეუქმნის. სახელის მიუხედავად, მის რაციონში არც ისე ბევრი ფრინველი შედის. უმეტესად ის იკვებება მწერებით, ბაყაყებით, თუმცა თუ ჩამოვარდნილ ბუდეს წააწყდება, სადაც ბარტყებია, იმათაც მიირთმევს, რა თქმა უნდა. შხამიან ბრჭყალებით, რომელთა სიგრძეს დაახლოებით 5 სანტიმეტრია, შეუძლია პატარა ცხოველიც კი მოკლას. დედრი შედარებით დიდხანს ცხოვრობს, 20 წლამდე. მამრი კი მხოლოდ ზრდასრულ ასაკს აღწევს 7 წლისა. ხშირია შემთხვევა, როდესაც მდედრი ჭამს მეწყვილას, როგორც წესი, ცხოვრობს სოროში და აქტიურდება ღამით. ყველაზე დიდი ტერაფოზა ბლონდა 1960 წლის აპრილში აღმოაჩინეს. აღმოჩენილი ობობის რეკორდი ჯერ კიდევ არ გაუმჯობესებია არც ერთ ცხოველობას. აქვე შეგახსენებთ, რომ არც ერთ ქვეყანაში არაა დაშვებული ამ გიგანტის შეყვანა, სპეციალური ნებართვის გარეშე. მსოფლიოში არაერთი კურდღელი არსებობს, რომელთაც საკუთარი ზომების გამო გიგანტებად ითვლებიან. როგორც წესი, საშუალოდ კურდღელი 50 სანტიმეტრის სიგრძის იზრდება, მაგრამ როდესაც საუბრობთ კურდღელზე სახელად დარიუსზე, აქ საქმე სულ სხვაგვარადაა. ეს კურდღელი 120 სანტიმეტრის გაიზარდა სიგრძეში და 23 კილოგრამს მიაღწია. ამ ჯიშის კურდღლებს ადრე ხორცისთვის ამრავლებდნენ, მაგრამ ახლა ისინი შესანიშნავ და ჭკვიან შინაურ ცხოველებად ითვლებიან. მათი დიდი ზომის გამო კურდღლებს უწევთ დიდ ვოლიერებში ძილი, რომელიც როგორც წესი ძაღლისთვისაა განკუთვნილი. როგორც დარიუსის მეპატრონე ამბობს, კურდღელი მთელ დღეს ჭამასა და თამაშში ატარებს. ის დღის განმავლობაში 1 კილოგრამ ვაშლს, 1 კილოგრამ სტაფილოს და უამრავ კომბოსტოს მიირთმევს. ხოლო როცა არ ჭამს, თამაშობს ან სძინავს. მიუხედავად ასეთი ზომებისა, ის ძალიან მოსიყვარულეა პატრონის მიმართ. მას ძალიან უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ყოველთვის თამაში უნდა.
ჩინური გიგანტური სალამანდრა. ეს გახლავთ ჩვენს პლანეტაზე ყველაზე დიდი ამფიბია. ლონდონის მუზეუმში ბინადარი სამხრეთ ჩინეთის სალამანდრა ყველაზე დიდი ცოცხალი ამფიბია. გიგანტური ჩინური სალამანდრების სხეულის სიგრძე როგორც წესი 1 მეტრსა და 80 სანტიმეტრს აღწევს. შეფერილობა მურა, ზოგჯერ შავი ან ყვითელი ლაქები აყრია. აერთიანებს ორი გვარის სამსახეობას, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მეორე გვარი კი ანდრიასი მოიცავს ორ სახეობას: იაპონურ გიგანტურ სალამანდრას, რომელიც გავრცელებულია იაპონიაში და ჩინურ გიგანტურ სალამანდრას, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ ჩინეთში. თითქმის 2 მეტრის სიგრძის სამხრეთ ჩინეთის გიგანტური სალამანდრა გადაშენების პირასაა. მეცნიერები ამბობენ, რომ საჭიროა განახლებული ზომების მიღება, რათა სახეობა გადარჩეს. აღნიშნული სახეობა ბოლო 10 წლების განმავლობაში 80%-ით შემცირდა. დღეს არსებობს საფრთხე, რომ რამდენიმე წელიწადში აღნიშნული სახეობა უბრალოდ გაქრეს. ბოლო 10 წლების განმავლობაში კვების ბაზარზე მომარაგების მიზნით გადაჭარბებული ექსპლუატაციის შედეგად მათი რიცხვი მკვეთრად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ აზიურ ქვეყნებში ის დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა დელიკატესად. ამიტომაც მათი დაჭერა და დახოცვა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ზემოხსენებული გიგანტი სალამანდრას ასაკი, როგორც ამბობენ, 38 წელს აღწევს. ცხენები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. შეიძლება ვნახოთ ყველაზე ძლიერები, ყველაზე ლამაზები, ყველაზე პატარები ან ყველაზე ძვირად ღირებულები, მაგრამ რა სიტყვით ყველაზე გიგანტ ცხენზე. დღეისთვის ყველაზე დიდ ცხენად ითვლება ცხენი მეტსახელად დიდი ჯეკი, რომელიც 2 მეტრი და 17 სანტიმეტრია. ეს გიგანტი წონითაც არანაკლებ დიდია. 1180 კილოგრამი. საოცარია, მაგრამ დიდი ჯეკი ბრაბანტული ცხენის სახეობას მიეკუთვნება, რომლის საშუალო სიმაღლეც როგორც წესი 165 სანტიმეტრს აღწევს. ჯეიკი კი ამსხვრევს ყველა სტერეოტიპს. დიდი ჯეიკი ძალიან მოსიყვარულე და თბილი ცხენია. მას ძალიან უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. მას ძალიან ხშირად აჩვენებენ სხვადასხვა ღონისძიებაზე, თუმცა დიდი ჯეიკი თავის ცხოვრების უმეტეს ნაწილს ძილში და ჭამაში ატარებს. გაიცანით, ეს ყველაზე დიდი კატისებრია მსოფლიოში, სახელად ჰერკულესი. ჰერკულესი ოფიციალურად გინესის რეკორდსმენია როგორც ყველაზე დიდი კატისებრი მთელს მსოფლიოში. მისი წონა 400 კილოგრამს აღწევს. როდესაც ის უკანა ფეხებზე დგება, სიმაღლე 4 მეტრამდე აქვს. წარმოიდგინეთ ამხელა კატა რომ ყავდეთ სახლში რა იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰერკულესი მძიმე და მსუქანია, მას მაინც შეუძლია 90 კმ/სთ სიჩქარით სირბილი. ასე რომ ის საკმაოდ საშიში მტაცებელია, თუმცა ადამიანებთან ერთადაა გაზრდილი და შედარებით უსაფრთხოა. რომელი ძროხა შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე დიდად თავის გვარში? ძროხების სახეობები განსხვავდება. ისინი არიან დიდები, საშუალოები, პატარები და გიგანტები. ყველაფერი დამოკიდებულია მდებარეობაზე, სადაც ის ბინადრობს და კვებაზე. როგორც წესი, საშუალო ძროხა 350 კილოგრამს იწონის, მსოფლიო მონაცემების თანახმად. თუმცა, მსოფლიოში ყველაზე დიდ ძროხად ითვლება გინესის რეკორდსმენი. 2,1 მეტრის სიმაღლეს ბრიტანული ჯიშის ხარი, ჩილი, რომელიც 1300 კილოგრამზე მეტს იწონის. შავთეთრი გიგანტი 10 წლისაა, მაგრამ ზრდა ჯერ კიდევ არ დაუსრულებია. მისი პატრონი ვერ ხსნის თუ რატომ გაიზარდა ამხელა მისი ძროხა. თითქოს სხვაზე მეც არ ჭამს, სრულიად ჯანმრთელია, ცნობის მოყვარე და ალერსიანია. როგორც წესი, ეს უბრალოდ ანომალიაა და ასეთი რამ არ უნდა მოხდარიყო. რატომ გაიზარდა ეს ძროხა, ასეთი არავინ იცის, თუმცა ფაქტია, რომ ის ამ ფერმის ნამდვილი მარგალიტია. ყველაზე დიდი გველი. 1869 წელს ჯონ რეიმ მწვანე ანაკონდა საზოგადოებას ასე წარუდგინა. ველურ ბუნებაში კვლავას ვატარებდი და მოულოდნელად წივილის ხმა გავიგონე. მივირბინე ადგილამდე და იქ ისეთი რამ ვნახე, რასაც არასდროს დავიჯერებდი, საკუთარი თვალით რომ არ მენახა. ეს იყო გიგანტური ზომის გველი. ამ ქვეწარმავალს ხარი ჰყავდა დაჭერილი და ნელ-ნელა კლავდა. ხარის ძვლების ხმა შორიდანაც მესმოდა. გაოცებული ვიყავი გიგანტური მწვანე ანაკონდას მნახველი. ვაღიარებ, რომ ძალიან შემეშინდა და იქიდან გამოვიქეცი. დიახ, ეს გიგანტი გველი ანაკონდა იყო. ის დღეს არსებულ გველებში ყველაზე დიდია. ამ შემთხვევის შემდეგ ათობით ანაკონდაზე კვლავად ჩატარდა, მაგრამ ერთ-ერთი განსაკუთრებული თვისებით გამოირჩეოდა. ეს იყო ლეგენდარული მწვანე ანაკონდა, რომლის სიგრძეც შესაძლებელია 15 მეტრამდე ყოფილიყო. 1992 წელს დაიჭირეს 8 მეტრი და 80 სანტიმეტრის მწვანე ანაკონდა, რომელიც 227 კილოგრამს იწონდა. ექსპერტების აზრით, ეს გიგანტური ანაკონდა 12 წელიწადში 20 მეტრამდე იზრდება და შესაძლოა ადამიანზე თავდასხმაც განახორციელოს. თუმცა აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, რაც გიგანტურ გველს ეხება. მეორე მსოფლიო ომის დროს ბელგიელმა სამხედრო ვერტმფრენის პილოტმა კონგოში ფრენისას უცნაური რამ შეამჩნია. ამ უცნაურობის დასადგენად პილოტი უკან დაბრუნდა და შენიშნა, რომ
გიგანტური ზომის გველი იყო. მან გველს ფოტო გადაუღო და მასთან დაახლოებას ცადა, მაგრამ როგორც კი მიუახლოვდა, გველი მაშინვე გაუჩინარდა. სამწუხაროდ ეს ამბავი გასაიდუმლოებული იყო და დღემდე არავინ იცის რა მოხდა რეალურად. რა იყო ეს სინამდვილეში? იქნებ ტიტანობოა. იქნებ არ გადაშენდა და დედამიწის სიღრმეში სადღაც ჯუნგლებში მაინც არსებობს ის. მთვარის თევზი, რომელსაც ხშირად მოლა-მოლას უწოდებენ. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და უნიკალური ზღვის ბინადარია. მისი უზარმაზარი ზომა და ბრტყელი მომრგვალებული ფორმა მთვარეს მოგაგონებთ. ზრდასრული მოლა შეიძლება იყოს 3 მეტრის სიგრძეში და იწონდეს 2 ტონამდე. ეს თევზი ბინადრობს თბილ ოკეანურ წყლებში და ხშირად ჩნდება ზედაპირზე მზის სხივებით გათბობის მიზნით. მისი მთავარი საკვები მედუზებია, თუმცა ზოგჯერ ჭამს მცირე თევზებს და პლანქტონებსაც. მთვარის თევზის უნიკალური გარეგნობა და ქცევები მას ოკეანური ბიომრავალფეროვნების სიმბოლოდ აქცევს. ეს თევზი ხომ ისედაც გიგანტია. რატომ საუბრობთ ამაზე? შესავალში ხომ სხვა რამ თქვით. 1908 წელს აღმოაჩინეს მთვარის თევზის უნიკალური ეგზემპლარი. სიდნეისთან ახლოს დაიჭირეს 4 მეტრის და 27 სანტიმეტრის სიგრძის მთვარის თევზი, რომლის წონაც 2230 კილოგრამი იყო. ეს სტანდარტულთან შედარებით ძალიან ბევრია. იმის გამო, რომ მთვარის თევზი ნელა გადაადგილდება და ხშირად ამოდის წყლის ზედაპირზე გასათბობად, ის უფრო დიდი მტაცებლის მსხვერპლი ხდება. მაგალითად, ცელნამგალა ვეშაპები ან ზვიგენები ხშირად ესხმიან მას თავს. გაიცანით, ეს ქოქოსის კრაბია. ის არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ხმელეთის ფეხსახსრიანი, რომელიც თავისი შთამბეჭდავი ზომითა და უნიკალური ქცევებით არის განთქმული. ზრდასრული ქოქოსის კრაბი 1 მეტრამდე სიგრძეს აღწევს, ფეხიდან ფეხამდე და შეუძლია 4 კილოგრამამდე იყოს წონაში. მისი სახელწოდება ქოქოსის გატეხვისა და ჭამის უნარს უკავშირდება. მას სწორედ ეს განასხვავებს სხვა არსებებისგან. კრაბი ძლიერი ყბებით მარტივად ხსნის ქოქოსის მყარ ქერქს, ხოლო მისი ძალა საკმარისია მძიმე ნივთების ასაწევად და გადასატანად. ქოქოსის კრაბი ძირითადად ბინადრობს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის ტროპიკულ კუნძულებზე. ის იკვებება ხილით, თხილით, ქოქოსით და ზოგჯერ პატარა ცხოველებითაც კი. მისი უნარები, ხეებზე ცოცვა და სუნით საკვების პოვნა მას განსაკუთრებულ მტაცებლად აქცევს. ქოქოსის კრაბი ღამის ცხოველია და დღის განმავლობაში მიწაში ან ქვების ქვეშ იმალება. ამ კადრებზე თქვენ გიგანტურ ზღვის ქორჭილას ხედავთ. ეს გახლავთ უზარმაზარი ყბების, დიდი თავისა და შეიძლება ითქვას, რომ უძირო კუჭის მქონე თევზი, რომელიც ყველაფერს ჭამს, რაც კი გზად შეხვდება, რადგან ყველაზე მეტად საკვების მოპოვება და ჭამა უყვარს. გიგანტური ზღვის ქორჭილები, რომლებიც ზოგჯერ ბლეკ სიბასის სახელითაც არიან ცნობილნი, ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე შთამბეჭდავი თევზები არიან. ისინი ბინადრობენ წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ძირითადად კალიფორნიისა და მექსიკის წყლებში. ეს თევზი 2 მეტრ-ნახევრამდე იზრდება სიგრძეში და შეუძლია 250 კილოგრამამდე მიაღწიოს წონით. მას აქვს მუქი, ზოგჯერ მოშავო ფერის სხეული, რომელსაც ხშირად მკაფიო ლაქები ამშვენებს. მისი ზომა და ძლიერი აგებულება შეიძლება სხვა თევზებში აგვერიოს. ამ თევზს ძირითადად შეხვდებით სანაპირო ზონებში, სადაც ბევრი წყალმცენარე და ტყეა, ასევე კლდოვანი რელიეფიც. ისინი უპირატესობას ანიჭებენ 5-დან 40 მეტრამდე სიღრმის წყლებს. ეს გიგანტი აქტიური მტაცებელია და იკვებება სხვადასხვა სახის ზღვის ორგანიზმებით, მათ შორის მცირე თევზებით, კიბოსნაირებით და მოლუსკებით. თევზი ცნობილია თავისი ხანგრძლივი სიცოცხლითაც. მათ შეუძლიათ 70 წელსაც კი მიაღწიონ, რაც ზღვის თევზებისთვის საკმაოდ იშვიათია. წარსულში კომერციული თევზჭერის გამო მათი პოპულაცია სერიოზულად შემცირდა. დღეს გიგანტური ზღვის ქორჭილა დაცული სახეობაა და მათი დაჭერა რეგულირებულია. რაც ხელს უწყობს პოპულაციის აღდგენას. ისინი ცნობილნი არიან მშვიდი ხასიათით და ხშირად ზღვის ჯენტლმენებსაც უწოდებენ. წყლის ქვეშ მყვინთავები მათთან ახლოს მოხვედრისას აღწერენ, რომ ეს თევზები ცნობის მოყვარეები და ადამიანის მიმართ ტოლერანტები არიან. გიგანტური ზღვის ქორჭილა ზღვის ბინადართა შორის ნამდვილი გიგანტია და მისი დაცვისთვის თანამედროვე ეკოლოგიური პროგრამები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ზღვის გიგანტური კუ, რომელიც ცნობილია როგორც გრძელცხვირა კუ. სოფლიოში ის ყველაზე დიდი და უნიკალური ზღვის კუა. მისი სიგრძე 2 მეტრამდე აღწევს, ხოლო წონა 700 კილოგრამს აჭარბებს. ეს კუ გამოირჩევა თავისი უნიკალური ბიოლოგიით და გარეგნობით. მისი ჯავშანი არ არის მყარი და მტკიცე, როგორც სხვა კუების შემთხვევაში, არამედ რბილი და ელასტიურია, რაც მას უფრო ეფექტურად ამოძრავებს წყალში. გიგანტური ზღვის კუ ბინადრობს მსოფლიოს თითქმის ყველა ოკეანეში და უპირატესობას ანიჭებს ღრმა წყლებს, თუმცა მრავლდება მხოლოდ ქვიშიან სანაპიროებზე. მათი მთავარი საკვები არის მედუზები, რაც მათ ეკოსისტემაში მნიშვნელოვან როლს ანიჭებს, რადგან ხელს უწყობენ მედუზების რაოდენობის კონტროლს.
გიგანტური ზღვის კუების პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა ადამიანის საქმიანობის შედეგად, მათ შორის პლასმასის ნარჩენების გამო, რომელსაც ისინი მედუზებად იღებენ და ყლაპავენ. გამსახეობას დღეს დიდი ყურადღება ექცევა, რადგან მათი გადაშენება შეიძლება ტროპიკული ოკეანეების ეკოსისტემისთვის სერიოზული პრობლემა გახდეს. მათ შეუძლიათ საოცრად გრძელი მიგრაციები, ათასობით კილომეტრის გავლა კვებისა და გამრავლების მიზნით და მათ გამძლეობას და ბუნებრივ ინტელექტს უსვამს ეს ყოველივე ხაზს. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 50-დან 100 წლამდე მერყეობს, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამ კუებს რამდენიმე ასეული წელიც კი უცოცხლიათ. ზღვის გიგანტური კუ ნამდვილი საოცრებაა, რომელიც ოკეანეების ჯადოსნურ სამყაროს სრულყოფილად ასახავს. რადგანაც ამ ვიდეოში სახეობის გიგანტებზე ვსაუბრობთ, აქვე გეტყვით, რომ აღმოაჩინეს გიგანტი ზღვის კუ, რომელიც სიგრძით 2 მეტრი და 60 სანტიმეტრი იყო, ხოლო მისი წონა 916 კილოგრამს აღწევდა. ეს იყო სრული რეკორდი და ასეთი ეგზემპლარი აქამდე არასდროს აღმოუჩენიათ. მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევა და დადგინდა, რომ აღნიშნული ეგზემპლარი დაახლოებით 400 წლის იყო. ანაკონდა ყველაზე დიდი ტანის გველია ჩვენს დროში, რომელიც ბინადრობს სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებსა და ჭაობიან რეგიონებში. ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი სახეობა არის მწვანე ანაკონდა, რომელიც სიგრძით 8-დან 10 მეტრამდე იზრდება საშუალოდ, ხოლო წონა 250 კილოგრამს აღწევს. ანაკონდას სხეული დაფარულია მწვანე მუქი ლაქებით, რაც მას შენიღბისთვის იდეალურ პირობებს უქმნის ჭაობებში ან მდინარეებში. ის ნახევრად წყლის ბინადარია და თითქმის სრულად წყალში ცხოვრობს, სადაც მისი მოძრაობა სწრაფი და მანევრირებადია. ანაკონდა მტაცებელია და ნადირობს წყლისა და ხმელეთის ცხოველებზე. მისი ძირითადი მსხვერპლია კაპიბარები, ირმები, კაიმანები და იაგუარებიც კი. ნადირობისას ანაკონდა იყენებს თავის ძლიერ კუნთოვან სხეულს, რათა მსხვერპლს შემოეხვიოს და შებოჭოს. ამის შემდეგ ის მთლიანად ყლაპავს მსხვერპლს, რაც მისი უნიკალური კბილებისა და გაჭიმვადი ყბის წყალობითაა შესაძლებელი. მიუხედავად შიშის მომგვრელი რეპუტაციისა, ანაკონდა იშვიათად ესხმის თავს ადამიანებს, რადგან ისინი მისი ძირითადი საკვების ნაწილი არ არიან. ანაკონდა სიცოცხლის ხანგრძლივობა ბუნებრივ პირობებში დაახლოებით 10-15 წელია, ხოლო ტყვეობაში მან 30 წელსაც შეიძლება მიაღწიოს. ანაკონდები მნიშვნელოვანი ნაწილი არიან ტროპიკული ეკოსისტემისა, თუმცა მათი პოპულაცია საფრთხის ქვეშაა დღეს ჰაბიტატების დაკარგვისა და არალეგალური ნადირობის გამო. ყველაზე დიდი ანაკონდა, რომელიც დადასტურებულად აღწერეს, იყო მწვანე ანაკონდა, რომლის სიგრძე 11 მეტრს აღემატებოდა და წონა 400 კილოგრამს აღწევდა. მიუხედავად ამისა, არაერთი დაუდასტურებელი ინფორმაცია არსებობს 12-დან 15 მეტრამდე სიგრძის ანაკონდებზე, რომელიც მკვლევარებს შეხვდათ ღრმა ტროპიკულ ტყეებში. ასეთი გველის აღმოჩენა ნამდვილი სენსაციაა და ხშირად ადგილობრივ ლეგენდად რჩება, რადგან მათი მეცნიერულად დადასტურება ვერ ხერხდება. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტირებულად ყველაზე დიდი ანაკონდა 1954 წელს დაფიქსირდა ვენესუელაში, როდესაც 11 მეტრიანი გველი აღმოაჩინეს. თუმცა თანამედროვე დროში რეკორდული ზომის ანაკონდები უფრო პატარები არიან, დაახლოებით 7-8 მეტრის ფარგლებში, რაც უკვე შთამბეჭდავ ზომად ითვლება დღეს. ამაზონის ჯუნგლები კვლავ შეიძლება მალავდეს უფრო დიდ ანაკონდებს, თუმცა მათი აღმოჩენა ურთულესი პროცესია, რადგან ეს გველები უმეტესად წყალში ან სქელ ბალახში იმალებიან და მათი მოძრაობა წყნარი და შემომჩნეველია. ანაკონდას შემდეგ მსოფლიოში ყველაზე დიდი გველი პითონია. ამ კადრებზე ახლა სწორედ მას ხედავთ. აქ კარგად ჩანს 7 მეტრის სიგრძის პითონი, რომელიც ხეზე მიცოცავს. ტურისტებმა ეს ვიდეო სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე გადაიღეს. ეს ნამდვილად შთამბეჭდავი სანახაობაა. მიუხედავად მათი შთამბეჭდავი ზომებისა, გიგანტური პითონები ადამიანებისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენენ. თუმცა ცნობილია იშვიათი შემთხვევები, როდესაც მათ ადამიანებზე თავდასხმა მოუხდენიათ. ამ გველების პოპულაცია საფრთხის ქვეშაა ჰაბიტატების დაკარგვისა და არალეგალური ვაჭრობის გამო, ამიტომ მათი დაცვა და კონსერვაცია მნიშვნელოვანი. შემდეგი რეკორდსმენი უკვე კურდღელია. გიგანტური კურდღელი დარიუსი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე დიდი კურდღელი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა თავისი საოცარი ზომების გამო. დარიუსი არის ბრიტანული გიგანტური ჯიშის კურდღელი, რომელიც ცნობილია თავისი დიდი ზომითა და მეგობრული ხასიათით. მისი სიგრძე 1 მეტრს და 30 სანტიმეტრს აღწევს და იწონის დაახლოებით 22 კილოგრამს. მისი უზარმაზარი ზომიდან გამომდინარე, დარიუსს ყოველდღე სჭირდება დიდი რაოდენობით საკვები. მისი რაციონი მოიცავს დაახლოებით 12 სტაფილოს, 6 ვაშლს, კომბოსტოს ფურცლებს და სპეციალურ კურდღლის საკვებს. დარიუსი ცნობილია თავისი მეგობრული და მშვიდი ხასიათით. ის ძალიან კომუნიკაბელურია და უყვარს ადამიანებთან დროის გატარება. მისი პატრონი ანეტ ედვარდსი ამბობს, რომ დარიუსი თავს ოჯახის წევრად თვლის.
დარიუსმა გინესის რეკორდი მიიღო როგორც ყველაზე გრძელი კურდღელი მსოფლიოში. ის ხშირად ჩნდება სატელევიზიო შოუებსა და სტატიებში, სადაც კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. დარიუსის ჯიში ბრიტანული კონტინენტური გიგანტი ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და დიდი კურდღლების ჯიში, რომელიც თავდაპირველად მოჰყავდათ ხორცსა და ბეწვისთვის, მაგრამ დღეს უფრო მეტად ითვლებიან სახალისო შინაურ ცხოველებად. დარიუსის გინესის რეკორდის გაუმჯობესებას მოგვიანებით მისი შვილი ცდილობდა, თუმცა დარიუსი დღემდე რჩება საკულტო ფიგურად. ყველაზე დიდი და ძვირადღირებული ძაღლი. ეს ხომ ტიბეტური მასტიფია. ტიბეტური მასტიფი არის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე დიდი ჯიშის ძაღლი მსოფლიოში, რომელიც ტიბეტის, ჰიმალაებისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან მოდის. ამ ჯიშს ტრადიციულად იყენებდნენ როგორც მწყემსებისა და მონასტრის მცველებად, რადგან ისინი გამოირჩევიან ძალით, გამძლეობით და თავიანთი ტერიტორიისა და ოჯახის დაცვის უნიკალური უნარით. ზრდასრულ ტიბეტურ მასტიფს შეუძლია მიაღწიოს 80 კილოგრამს. მათ აქვთ სქელი ბეწვით დაფარული კანი, რომელიც იცავს მათ ცივი კლიმატისგან. ბეწვი ხშირად არის შავი, წითური, ყავისფერი ან იშვიათად თეთრი. ტიბეტური მასტიფები დამოუკიდებელი, ინტელიგენტური და დამცავი ხასიათით გამოირჩევიან. ისინი ერთგულები არიან თავიანთი ოჯახისადმი და შეუძლიათ აგრესიული ქცევა გამოავლინონ უცხო ადამიანების მიმართ. მათ ეს შესანიშნავ მცველებად აქცევს. მიუხედავად მათი მასიური ზომისა, ტიბეტური მასტიფები დიდ ენერგიას ხარჯავენ და სჭირდებათ რეგულარული ფიზიკური ვარჯიში. ისინი კარგად გრძნობენ თავს ღია სივრცეში, თუმცა ადაპტირდებიან ოჯახურ ჩაკეტილ ცხოვრებასთანაც კი, როცა საკმარისად აქვთ ქუჩაში სეირნობა და ვარჯიში. ტიბეტური მასტიფები ითვლებიან ძაღლების ერთ-ერთ ყველაზე უძველეს ჯიშად. მათ ხშირად იყენებდნენ ტიბეტის ბერების მონასტრების დასაცავად და იაკების ფარების მწყემსებად. ისინი იყვნენ სიმდიდრისა და სტატუსის სიმბოლოები და ხშირად გადაჰყავდათ ტიბეტიდან ჩინეთსა და ინდოეთში, სადაც მათ ფუფუნების ძაღლებად მიიჩნევდნენ. ტიბეტური მასტიფები ზოგადად ჯანმრთელები არიან, მაგრამ შეიძლება ჰქონდეთ პრობლემები ძულებთან და სახსრებთან, განსაკუთრებით თუ მათი აქტივობა არასაკმარისია. მათი სქელი ბეწვი რეგულარულად უნდა გაიხეხოს და დაიბანოს, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა მათ ბეწვის ცვივად. ტიბეტური მასტიფები ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ძაღლებია მსოფლიოში. მაგალითად 2014 წელს ტიბეტური მასტიფის ლეკვი რეკორდულ ფასად ჩინეთში $1,900,000 გაიყიდა, რაც ამ ჯიშის განსაკუთრებულობას და იშვიათობას უსვამს ხაზს. ტიბეტური მასტიფი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც ჭირდება ძლიერი, ერთგული და დამცავი ძაღლი. თუმცა მათი დამოუკიდებელი ხასიათი და დიდი ზომა გულისხმობს, რომ მათ სჭირდებათ გამოცდილება და ყურადღება მეპატრონისგან. ამ ვიდეოზე თქვენ გიგანტურ ღამურას ხედავთ. გიგანტური ღამურა, რომელიც ცნობილია როგორც მფრინავი მელია, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღამურა მსოფლიოში. ის ბინადრობს ძირითადად ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში, განსაკუთრებით ავსტრალიის, ინდონეზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ოკეანეთის ტყეებში. მფრინავი მელიები არ არიან ტიპიური ღამურები, რადგან ისინი არ იკვებებიან მწერებით ან სისხლით. მათი მთავარი საკვებია ხილი, ყვავილების ნექტარი და მცენარეთა წვენი, რის გამოც მათ ხშირად ხილის ღამურებად მოიხსენიებენ. მფრინავი მელიების სხეულის სიგრძე 40 სანტიმეტრამდეა, ხოლო მათი ფრთების შლილი 1.5 მეტრს აღწევს, ზოგჯერ 1.70 სანტიმეტრსაც კი. წონით ისინი კილოგრამ-ნახევრამდე არიან. მათი გარეგნობა მელიას გავს, რის გამოც სახელი მფრინავი მელია ეწოდათ. მათი ბეწვი ხშირი და რბილია, ხშირად შავი, ყავისფერი ან მოწითალო ფერის. მფრინავი მელიები ღამის ცხოველები არიან და აქტიურად საღამოს საათებში გამოდიან. დღის განმავლობაში ისინი კოლონიებად, ხეებზე დაბინავებულები არიან და ისვენებენ. ღამე გაფრინდებიან საკვების მოსაპოვებლად. მათი მახვილი მხედველობა და სუნის შეგრძნების უნარი საშუალებას აძლევს მარტივად იპოვონ ხილი და ნექტარი. მიუხედავად მათი შთამბეჭდავი ზომისა, მფრინავი მელიები აბსოლუტურად უვნებელი და უწყინარნი არიან ადამიანებისთვის. თუმცა მათ ეკოსისტემაში დიდი როლი აქვთ, რადგან ახორციელებენ მცენარეთა დამტვერვას და თესლების გავრცელებას. მათი პოპულაცია ასევე საფრთხის ქვეშაა ჰაბიტატების დაკარგვის, არალეგალური ნადირობის და დაავადებების გავრცელების გამო. დააკვირდით ამ უნიკალურ კადრებს. ორი ზღვის ლომი ავიდა კატერზე, რომელიც ნაპირიდან შორს წაიღო დინებამ. ცხოველები, რომელთა წონა შეიძლება 800 კილოგრამსაც აღწევდეს, კომფორტულად მოეწყნენ კატერზე და მშვიდად მისეირნობენ ზღვაში. ზღვის ლომების სხეულის სიგრძე 1 მეტრი და 80 სანტიმეტრიდან 3 მეტრამდე მერყეობს. მათი ზომა და წონა სახეობაზეა დამოკიდებული. მათ აქვთ ძლიერი წაგრძელებული სხეული და მკვეთრად გამოხატული წინა ფარფლები, რომლებიც მოძრაობისას დასაყრდენად გამოიყენება ხმელეთზე და სწრაფად სურვისთვის წყალქვეშ. მათი ბეწვი მოკლე და ხშირია, ხოლო ფერი ძირითადად ყავისფერი ან რუხი. ქამელეონი პითონი.
ეს გახლავთ მწვანე ხის პითონი. რა თქმა უნდა, ის არ არის ნამდვილი ქამელეონი, მაგრამ ფერთა ცვლილებების უნარი მართლაც ახასიათებს. ეს გველი განსაკუთრებით შთამბეჭდავია თავისი უნიკალური გარეგნობითა და ქცევით. მწვანე ხის პითონი ბინადრობს ავსტრალიაში, ახალ გვინეაში და ინდონეზიის ტროპიკულ ტყეებში, სადაც მას ხშირად ხეებზე იპოვით. პითონები ფერს იცვლიან ასაკისა და გარემოს მიხედვით. ახალგამოჩეკილი პითონი შეიძლება იყოს ყვითელი ან წითელი ფერის, რაც ასაკის მატებასთან ერთად იცვლება და საბოლოოდ ხდება ნათელი მწვანე. მწვანე ფერი მათ საშუალებას აძლევს უკეთ შეერწყან ხეებს, ფოთლებს და ტაცებლებისგან დაიცვან თავი. მწვანე ხის პითონი საშუალოდ 1 მეტრი და 50 სანტიმეტრიდან 2 მეტრამდე იზრდება სიგრძეში. მისი სხეული მოქნილი ფორმისაა, რაც ხეზე ცოცვისთვის შესანიშნავად არის მორგებული. ზოგი ინდივიდის სხეულზე შეიძლება იყოს თეთრი ან ლურჯი ნიშნები, რაც მათ კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ეს გველები ხის ბინადრები არიან და უმეტეს დროს ტოტებზე დახვეულ პოზიციაში ატარებენ. მათ ვიწრო და ძლიერი სხეული საშუალებას აძლევს ტოტებზე მყარად იყვნენ დამაგრებულნი და სწრაფად იმოძრავენ. მწვანე ხის პითონები ძირითადად ნადირობენ მღრღნელებზე, პატარა ფრინველებზე და ხის სხვა ცხოველებზე. ისინი აქტიურები არიან ღამით და ნადირობისას იყენებენ თავის უნარს, რომ ჩუმად და შეუმჩნევლად მიუახლოვდნენ მსხვერპლს. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ შხამი, მათი ძლიერი კბილები შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს. პითონები მნიშვნელოვანი ნაწილი არის ტროპიკული ეკოსისტემისა, რადგან ისინი მღრღნელების რაოდენობას აკონტროლებენ და ბუნებრივ ბალანსს ინარჩუნებენ. მისი უნიკალური ფერები და ქცევა მას პოპულარულ ცხოველად ხდის ტერარიუმების მოყვარულთათვის, თუმცა მისი მოვლა სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს. სამეფო წურბელა. ეს საშიში პარაზიტი ამაზონის მდინარეში ბინადრობს და სხვადასხვა წურბელებისგან რადიკალურად განსხვავდება. მას ბევრად უფრო დიდი სხეული და კბილები აქვს, რომლის დახმარებითაც ღრმად შედის მსხვერპლის კანში და სისხლის წოვას იწყებს და ის ამ ყოველივეს რამდენიმე კვირის განმავლობაში აკეთებს. მისი მოშორება არც ისე ადვილია. როგორც წესი, თავიდან ეს წურბელა ზომით არ გამოირჩევა სხვა ჩვეულებრივი წურბელებისგან. მისი სიგრძე 2 სანტიმეტრ-ნახევარს აღწევს. თუმცა, როგორც კი ის მსხვერპლს იპოვის და სისხლის ამოწოვას დაიწყებს, მისი ზომა 7 სანტიმეტრამდე იზრდება. დიახ, მისი სხეული სრულად ივსება მსხვერპლის სისხლით. ყველაზე საშინელი რამ, რაც ადამიანს შეიძლება დაემართოს, ეს არის სამეფო წურბელას თავდასხმა სასუნთ გზებზე. წურბელა აღწევს სასუნთ გზებში და კეტავს მას და იქედან წოვს სისხლს. გარდა ამისა, ყოფილა შემთხვევები, როცა სამეფო წურბელა ადამიანის ფილტვებში აღმოჩენილა სასუნთქი გზებიდან. ის ასევე აღწევს ჩვენს ორგანოებში პირის ღრუდან და სასქესო ორგანოდან. გარდა ამისა, განსაკუთრებით რთულია მისი მოცილობა, თუ კი ის თვალზე მოეჭიდება ადამიანს. ხშირ შემთხვევაში ეს უბრალოდ ადამიანის დაბრმავებას იწვევს. რწყილი. პარაზიტები ცოცხალ ორგანიზმში მობინადრე არსებები არიან, რომლებიც მასპინძლის სხეულით სარგებლობენ. მათ უამრავი დაავადება გადააქვთ ან თავად იწვევენ სიმპტომებს, რომლებიც მოგვიანებით ვლინდება. გაფრთხილება. შეიძლება ახლა ამის ნახვის შემდეგ სხეულზე ქავილი დაგეწყოთ. რწყილები ძუძუმწოვრებისა და ფრინველების გარეგანი პარაზიტები არიან. წვილი უფრთომწერია და ახასიათებთ სრული გარდაქცევა. აქვთ შებრტყელებული სხეული, წინიდან მომრგვალებული თავი. წყვილი მარტივი თვალი, ჩხლეტავი პირის აპარატი, ძლიერი განვითარებული სახტუნავი უკანა ფეხები. სხეული დაფარულია ბეწვით. მამალი დედალზე მომცროა. დედალი დევს დაახლოებით 500 ცალ 0.5 მმ-იან ზომის ოვალურ კვერცხებს. მატლი უფეხოა, ჭიის მაგვარი იკვებება ზრდასრული რწყილების გამონაყოფით. სამჯერ იცვლის კანს და შემდეგ ჭუპრდება. 14 დღის შემდეგ ჭუპრიდან გამოდის ზრდასრული ფორმა. ცნობილია რწყილების დაახლოებით 1500-მდე სახეობა, რომელთაგანაც საქართველოში გავრცელებულია 45. ადამიანზე პარაზიტობს ადამიანის რწყილი. რწყილები შავი ჭირის გადამტანები იყვნენ, როგორც თვით მღრღნელებს შორის, ისე მღრღნელებიდან ადამიანებზე. ძაღლის, ვირთაგვას ან თაგვის რწყილებს გადააქვთ რიკეციები, ანუ ბაქტერიებზე უფრო მცირე და ვირუსებზე უფრო დიდი ზომის მიკროორგანიზმები, რომელთაც სახელი დაარქვეს მათი შესწავლის პროცესში დაღუპული ამერიკელი პათოლოგის პატივსაცემად. ჩვეულებრივ პარაზიტობენ ფეხსახსრიანებში. ადამიანებში იწვევენ სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ტიფი. საწოლის ბაღლინჯო. ეს არის სისხლისმწოვი მწერი, რომელიც ხშირად ბინადრობს ადამიანის სამოსახლოში და სასტუმროებში. შესაბამისად, ის ადამიანისთვის და ზოგიერთი თბილსისხლიანი ცხოველისთვის ხშირად მავნებლისა და პარაზიტის როლსაც ასრულებს. სისხლისმწოვი მწერი ბაღლინჯოების რიგიდან არის. მას აქვს ბრტყელი და მოგრძო სხეული. მამრის სხეულის სიგრძე დაახლოებით 4 მმ-ია, მდედრისა კი 8 მმ-მდე აღწევს. მოზრდილი მწერი მოყავისფრო მოწითალო შეფერილობისაა. მატლი მომკრთალო მოყვითალო. პირის აპარატი მჩხვლეტავი აქვს. ბინადრობს ადამიანის სამოსახლოში, ხშირად საქათმეებში და ფრინველთა ბუდეებში.
დედალი მწერი ჩვეულებრივ მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაახლოებით 540 კვერცხამდე დებს. საწოლის ბაღლინჯო ადამიანისა და ზოგი თბილსისხლიანი ცხოველის პარაზიტია. იკვებება მხოლოდ სისხლით. დედალი მწერი წავს დაახლოებით 7 მგ-მდე სისხლს. ყველა ადამიანის რეაქცია საწოლის ბაღლინჯოს ნერწყვზე განსხვავებულია, ამიტომაც შესახედავად ძნელია რამის გადაწყვეტით თქმა. ჩვეულებრივ ბაღლინჯოს ნაკბენის კვალი ჩნდება კბენიდან რამდენიმე საათში და აღინიშნება 3 დღემდე. შემდეგ კი ნელ-ნელა ქრება. თუ ადამიანი ალერგიულია, გამონაყარი შეიძლება 1 კვირა და მეტიც გაგრძელდეს. ბაღლინჯოს ნაკბენი შეიძლება გაწითლდეს და გამოიწვიოს ძლიერი ქავილი. შემდეგი ერთ-ერთი სიმპტომი არის ნაკბენის ყოველ ღამით გამოჩენა. სანამ ადამიანს წინავს, ნაკბენები ყოველ ღამე ვითარდება. აგრეთვე შეიძლება აღმოჩნდეს წერტილოვანი ლაქები საბანსა თუ გადასაფარებლებზე. ზურმუხტისებრი კრაზანა. კრაზანები ნესტრიანი სიფრიფანა-ფრთიანი მწერები არიან, თუმცა ზურმუხტისფერი კრაზანა რადიკალურად განსხვავებული მწერია. ის პარაზიტია, რომელიც ტარაკანისთვის ნამდვილი კოშმარია. ეს ერთი შეხედვით გამორჩეული სილამაზის მქონე მწერი, ზურმუხტისებრი კრაზანა სინამდვილეში დაუნდობელი პარაზიტია, რომელიც სხვადასხვა სახეობის ტროპიკულ ტარაკანს თავისი მატლების საკვებად იყენებს და თავშესაფრადაც კი. ზურმუხტისებრი კრაზანა ზომაში დაახლოებით 2 სანტიმეტრია. ტარაკნის ბრტყელი და ოვალური სხეულის სიგრძე ტროპიკულ რეგიონებში 10 სანტიმეტრსაც კი აღწევს. ზომაში ასეთი სხვაობა არ უშლის ხელს ზურმუხტისებრ კრაზანას ტარაკანს სასტიკად გაუსწორდეს. ზურმუხტისებრი კრაზანა აფრიკის, სამხრეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რამდენიმე კუნძულზე ბინადრობს. მხოლოდ იქ, სადაც სასუსნავად გამოსადეგი ტარაკნებია გავრცელებული. რას გულისხმობთ ამაში? თავდასხმის დროს კრაზანა მსხვერპლს ორჯერ კვენს. პირველად ის ტარაკანს სხეულზე კვენს, შემდეგ მოთმინებით ელოდება, სანამ მსხვერპლი ფართხალს შეწყვეტს. მხოლოდ ამის შემდეგ კვენს თავში და ტარაკნის ტვინში შეჰყავს სპეციალური შხამი. მიუხედავად ამისა, მსხვერპლი ცოცხალი რჩება, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ აქვს და მოძალადეს მონურად ემორჩილება. კრაზანა ზომით ძალიან პატარა, ამიტომაც თავისით არ შეუძლია საკუთარ ბუდემდე მიათრიოს მსხვერპლი. ამიტომაც ასეთ ერთგვარ დაზომბირებულ ტარაკანს ულვაში ჩაეჭიდება და მსხვერპლიც მორჩილად მიჰყვება ბუნაგამდე. იქ კი ტარაკნის მუცელში ერთადერთ კვერცხს დებს, რომელიც თითქმის 2 მმ-საა დიამეტრით. ამის შემდეგ უკვე ზურმუხტისებრი კრაზანა იმაზე ზრუნავს, რომ ის სხვა კრაზანამ არ გამოიყენოს საკუთარი კვერცხების დასადებად. გადის დაახლოებით 4-5 დღე. ამ დროს მსხვერპლი ისევ ცოცხალია და გრძნობს, როგორ ჭამს კვერცხიდან გამოჩეკილი მატლი მას შიგნიდან. 8 დღის შემდეგ ტარაკნისგან მხოლოდ ცარიელი ჩონჩხი რჩება, საიდანაც მორიგი ზურმუხტისებრი კრაზანა გამოდის. თავისი ხანმოკლე არსებობის მანძილზე ერთ კრაზანას დაახლოებით 30-მდე ტარაკანის ზომბირება შეუძლია. ზღვის ფსკერის ლოკოკინა. ეს კიდევ ერთი გასაოცარი არსებაა, რომელსაც ზღვის ფსკერზე დაახლოებით 8000 მეტრზე შევხვდებით. პირველად მის შესახებ შორეულ 1953 წელს გაიგეს ზღვის მკვლევარებმა. აქამდე არავის წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ასეთ სიღრმეში შეიძლებოდა ეარსება რაიმე ცოცხალს. თუმცა აქ ჩვენ არ გვაინტერესებს ის ფაქტი, რომ ის ასეთ სიღრმეზე ბინადრობს. ჩვენ ხომ პარაზიტებზე ვსაუბრობთ. აღმოჩნდა, რომ ზღვის ფსკერის ლოკოკინა თევზი ერთგვარი პარაზიტია კრაბებისთვის. ისინი თავის ქვირით ძდებენ კრაბზე, რაც საბოლოოდ კრაბების 30% შემთხვევაში სიკვდილს იწვევს. ახალი ლოკოკინები კი მშვიდად ევლინებიან ზღვას. როგორც ცნობილია, ზღვის ლოკოკინები ოკეანის ყველაზე ღრმა ნაწილში ბინადრობენ და ეს ზონა დაახლოებით 11000 მეტრამდე სიღრმეზე ვრცელდება, იქ სადაც მზის სხივიც კი ვერ აღწევს. საკულინა. რა უფრო უარესია კრაბისთვის, ზღვის ლოკოკინამ დადოს მასზე კვერცხები და ამით მოკვდეს, თუ პარაზიტმა სახელად საკულინამ გამოიწვიოს მისი სრული ზომბირება. საკულინა ზღვის პარაზიტული კიბოა, ულვაშფეხიანი კიბოების რიგიდან. ტომბრისებრი სხეულის ფესვის მაგვარი გამონაზარდები იჭრება კიბორჩხალას სხეულში და იქ პარაზიტობს. თავდაპირველად, როდესაც კვერცხიდან გამოდის, ცურვას იწყებს, შემდეგ ხვდება, რომ აუცილებელია მსხვერპლზე მიმაგრება, საიდანაც გამოიკვებება. ის თავისი საცეცით აკეთებს ხვრელს, საიდანაც ეჭიდება კრაბს სხეულზე და მისგან იკავება. საკულინა პირდაპირ გაგებით იზრდება კრაბის სხეულში და მასში თავის უამრავ საცეცს უშვებს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. საკულინა ართმევს კრაბს რეპროდუქციულ სისტემას და მსხვერპლ ჩვეულებრივი ზომბი ხდება. თუმცა კრაბს სწრაფი სიკვდილი არ ემუქრება. ამ პარაზიტთან ერთად მას ხანგრძლივი მტანჯველი ცხოვრება ელოდება. მწვანე ზოლიანი ბრუცაკი.
შემდეგი პარაზიტი არ არის ეგზოტიკური და იშვიათი. მოკლედ, რომელიმე ფრინველი ჭამს ამ პარაზიტს, ან მის მატლს. ის აღმოჩნდება ფრინველის კუჭში, სადაც ის დაყრის კვერცხებს. შემდეგ გამოიყოფა გარეთ და მოხვდება რომელიმე მცენარეზე. ვიცით, რომ არსებობენ ისეთი ლოკოკინები, რომლებიც სწორედ მსგავს ნარჩენებს ასუფთავებენ. შესაბამისად, ლოკოკინა შეჭამს ამ კვერცხებს და ის უცებ აღმოჩნდება ხაფანგში. დიახ, მის სხეულში იზრდება პარაზიტი. დააკვირდით ამ მწვანე მოძრავ ნაწილებს. ეს არ არის ლოკოკინას სხეული. ეს პარაზიტია, რომელიც მის სხეულში გაიზარდა. რა ხდება შემდეგ? ფრინველი დაინახავს ამ მოძრავ პარაზიტს. მან არ იცის, რომ ის მავნებელია. შეჭამს მას და მის კვერცხებს ისევ გამოდევნის გარეთ. მას კი ისევ ლოკოკინა შეჭამს და ასე შემდეგ. ეს ერთგვარი ციკლი დაუსრულებელია. რა არის ეს? ალბათ ამ ფოტომ მიგიზიდა. ეს ფოტო ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა რამდენიმე წლის წინ და მასზე უამრავი ადამიანი წერდა თავის მოსაზრებას. თუმცა თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? რეალურია ეს ფოტო თუ არა? ჩემი აზრით ის უბრალოდ ფოტოშოპია. მაგრამ საინტერესოა თქვენი აზრის გაგებაც ამ საკითხზე, ამიტომაც დაწერეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრება.